ჩემო გუნდმა მოუმატა და გოლებიც გაიტანა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობს. ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების ფარგლებში უკვე შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის დამტკიცებული. 30-31 ივლისს ლოპოტას ტბაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა მომუშავე თემატური ჯგუფების გასვლით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურები, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში იმართება ექსპერტთა საბჭოს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც უკვე მომზადდება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსია და შემდგომში წარადგინება ახალგაზრდული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყველა მინისტრის მოადგილე. დოკუმენტმა განიცადა მთელი რიგი ცვლილებები და უახლოეს მომავალში იქნება მიღებული გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ახალგაზრდები, მათი ჯანმრთელობა, მათი განვითარება პრიორიტეტული მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით. გამონაკლისი არც საქართველოს არ გახლავთ. ჩვენთვის ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სერვისები, ახალგაზრდების განათლება, ჯანმრთელობის საკითხებზე, ზოგადად მათი განვითარება, მათი სრულყოფა უპირველესი ამოცანაა. ძალზე მისასალმებელია, რომ საქართველოში მუშავდება ახალგაზრდული პოლიტიკა და სამოქმედო გეგმები, რომელზეც 4 ჯგუფი მუშაობს. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს. ყველა ჯგუფს აქვს საშუალება ერთმანეთის სამუშაოს გაეცნოს. აი ამ სემინარის მიმდინარეობის განმავლობაში ჩატარდება გაერთიანებული შეხვედრები ჯგუფებისა, ანუ ორ-ორი ჯგუფი იმუშავებს ერთად და უკვე პირველივე დისკუსიაზე აშკარად გამოიკვეთა, რომ ბევრი რამ იქნება დამატებული იმ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც უკვე არსებობს.